Diana, Slova, დაიწყო უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოქალაქეები მიემართებიან ევროპის მოედნისკენ. Სულობა ახლახან დაიწყო, ახლა გმირთა მოედანზე არიან და როგორც ვარკვევთ, შესაძლოა სხვა მსვლელობის მონაწილეებიც შემოვარდნენ. Გავჩვენებთ ახლა რა მდგომარეობაა, მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილი დაკავებული აქვს და მოჰყვებიან მათ ძალიან დიდი რაოდენობის პოლიციის თანამშრომლები მათ ეუბნებიან, რომ მხოლოდ გარკვეულ პერიმეტრზე შეუძლიათ საუბარი, შეუძლიათ სიარული და მხოლოდ ამ მონაკვეთზე აქვთ უფლება, რომ გადაადგილდნენ. ევროპის დღის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან ადამიანები, ახლა ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრები. თქვენს რომ გვითხრათ ევროპის დღის მნიშვნელობა, რას ნიშნავს თქვენთვის ევროპა, რა ღირებულებებია, როგორი უფლებებია, რა არის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. პირველ რიგში ევროპულ საქართველოს მიულოცავ ევროპის დღეს. მალე გამარჯვების სურვილით და ასევე ჩვენს პოლიტპატიმრებს მიულოცავ აქედან აქციიდან. ჯერა რომ მალე იქნება თავისუფლება. ევროპის დღე არის, ეს არის მაღალი ფასეულობა, მაღალი ცივილიზაცია, სადაც უმაღლეს დონეზე არის ადამიანის უფლებები დაცული, რაც აუცილებელი არის ჩვენი მდგომარეობის დღის და რუსეთის კოლონია ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ბოლომდე წაგვარქვა ჩვენი უფლებები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მიზანია ევროპული გზა. მას აუცილებლად დავიბრუნებთ უახლოეს დროში. ნუ ეგონება ოცნების რეჟიმს, რომ ის იქნება საქართველოში მარადიული. მათი დრო იწურება. მალე თავისუფლება იქნება ჩვენი პოლიტპატიმრების და ევროპული საქართველოს რეჟიმისაგან. აი ეს და გილოცავთ კიდევ ერთხელ, მადლობა ჟურნალისტებს, მუდმივად ჩვენს გვერდით მოიგდით ევროპული საქართველოს გასამართლებლად. თქვენს რომ გვითხრათ დღევანდელი დღის მნიშვნელობა ევროპის დღეანის დღეს და კიდევ ერთხელ ახსენებთ ქართულ ოცნებას, საზოგადოებას, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირში ევროპას. პირველ რიგში ვიტყვი მას, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველას გვინდა რომ ევროკავშირში ვიყოთ და ვიქნებით კიდეც, იმიტომ რომ ვიბრძვით ამდენი დღეა და არ გავჩერდებით, სანამ არ გავიმარჯვებთ და მოგიწევთ ხალხო რომ გამოხვიდეთ, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვისაც და ჩვენთვისაც და უნდა დაინახოს ევროპამ, რომ ბევრი მართლა შეგვიძლია რომ ჩვენ ერთი ევროკავშირის წევრი ვიყოთ, ოჯახის წევრი ვიყოთ. მადლობა. თქვენს გითხავთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა რა არის? ევროპის დღე არის. ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვთ ამდენი ხანია. ძალიან დიდი ხანია ითხოვთ ახალ არჩევნებს. ოცნებისგან პასუხი მუდმივად არის უარყოფილი. უფრო მეტიც დღეს ვიგებთ, რომ მაგალითად ოცნება არ მიიწვიეს იმ შეხვედრაზე, სადაც კანდიდატი წევრები იყვნენ და ამაში საკუთარ ძავს არ ადარდაშაულებთ. ახალი უკვე აღარაფერი აღარ არის, გასაგებია უკვე რა ეს რეჟიმი არის თვითგადარჩენის მდგომარეობაში. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ასადი სანამ გაიქცეოდა 2 საათით ადრე იძახდა, რომ ყველაფერი კარგად არისო. ეს ადამიანებს ვერ ვუწოდებ, ეს ქვეყნის მოღალატეები, აი ესე ალბათ გაქცევამდე, დათმობამდე 2 საათით ადრეც გვეტყვიან, რომ ყველაფერი კარგად არის. თუმცა ზუსტად ისევე მოუწევთ გაქცევა ამ ქვეყნიდან, როგორც გაიქცა ასადი. ჩვენ ვითხოვთ ისტორიულ ევროკავშირში ჩვენი საქართველოს ისტორიული კი ბატონო, საქართველოს ისტორიული გზის საბოლოოდ გავლას, ევროკავშირში შესვლას და ძლიერ დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანად დავრჩებით აუცილებლად, როგორც არ უნდა შემოატრიალოს ეს ნარატივი ქართულმა ოცნებამ. სუვერენული უფლება არის ქვეყნის, რომ აირჩიოს საკუთარი პარტნიორები და ალიანსები. სწორედ ის ქვეყანა არის მტერი, რომელიც ცდილობს სუვერენულ ქვეყანას აუკრძალოს, ვისთან იყოს ალიანსში თუ ვისთან იმეგობროს. დიდი მადლობა. კიდევ რამდენიმე მოქალაქეს გავესაუბრებთ. თქვენს რომ გითხრათ აქციის მონაწილე ხართ, რას ნიშნავს თქვენთვის ევროპა? ევროპა, რა ვიცი, ნიშნავს არ ვიცი, პასუხი.
სამართლიანობას და დემოკრატიას, რომელიც ამ ქვეყანაში არ არის და ყველა ვინც აქ გავართ, ამისთვის ვიბრძვით. ბატონო ძალიან დიდი მადლობა აქ პატარა გაუგებრობა არის მაორია რა ხდება რომელიც აი ხალხ გვიშლია ვეუბნებია რომ ავიდეთ ტროტუარზე ამ ბანერს ვერ ვატარებთ ახლა და აი ბოძები რო არის ვერ ხვდებიან რომ ამ ბანერი ესე ვერ გაიხსნება ბოძების წინ და ვერ შეიკრება ამიტომ ნუ მათემატიკის და ფიზიკის კანონების ახსნად გვიწევს აი ეს არის დღევანდელი რეალობა მილიციის მადლობა მოკლედ ესეთი სიტუაცია მსვლელობა დაიწყო საკმაოდ წყნარად მშვიდად მოქალაქეებმა დაიკავეს სწორედ ის პერიმეტრი სადაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მისცეს უფლება რომ გადაადგილებოდნენ და მსვლელობა გაემართათ ახლაც მაშინ უძაბავ რა ხო ვიძაბავ მცირედი გაუგებრობა დაპირისპირება უფრო ზუსტად რომ გითხრათ რადგან პოლიცია აღარ აძლევს მოქალაქეებს იმ პერიმეტრზე გადაადგილების უფლებას რომელიც თვითონ თავიდან განუსაზღვრა და დართონება რომ სწორედ აი ამ ზოლში ემოძრავან ახლა პოლიცია ცდილობდა მათ შევიწროებას და უფრო მცირე პერიმეტრზე გზის ერთ ზოლში გადაყვანას არადა თავიდან შეთანხმება სულ სხვანაირად დაიდო და მოქალაქეები მოდიოდნენ იმ გზით რომელსაც საპატრულო პოლიციისგან ჰქონდათ თანხმობა და სწორედ იმ ზოლში მოდიოდა თავიდან პოლიცია ახლა სადა საპატრულო პოლიციამ რომ უფრო შეევიწროვებინა თუმცა ჯერჯერობით მოქალაქეები მსვლელობას აგრძელებენ მადლობა